პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩემს სახელოსნოში, მუშაობთ 8 აგვისტოს მემორიალის ესკიზზე. როგორც მოგეხსენებათ თეატრი, ოპერა, ეს ყველაფერი ფაქტიურად ქუთაისიდან დაიწყო. ხო ის დარბაზული ცეკვები, ესენი და ქანდაკებაც სხვათა შორის ქუთაისიდან დაიწყო. ჩვენ არ გქონდა საქართველოში მრგვალი ქანდაკების პრაქტიკა. ეს ევროპული კულტურა არის და იაკობ ნიკოლაძე ახალგაზრდა იყო მაშინ, წავიდა საფრანგეთში რომ შეესწავლა ეს ქანდაკება, მრგვალი ქანდაკება, ჩავიდა როდენთან. ისწავლა როდენთან, ჩამოვიდა მე და დაიწყო აქ გახსნა თავისი სტუდია. მისი მოსწავლე იყო ვალიკო მიზანდარი. ეცოდინებათ. ვალიკო მიზანდარის მოსწავლე იყო მამაჩემი და მისი თაობა. დადიოდნენ რეზო გაბრიაძე, მამაჩემი, მინდია უგრეხელიძე, ესენი იყვნენ მოსწავლეები ვალიკო მიზანდარის. ბევრი მხატვარი იყო კიდე იქ და რეზო რამიშვილი. და მე სხვათა შორის მე აგერ მაგ სტეკი არის, სადღაც მიდევს როდენიდან წამოღებული, რომელიც მე ვალიკო მიზანდარმა მამაჩემს აჩუქა და მე გადმომეცა. გაჩვენებთ მე. ასე რომ ყველაფერი, ყველანაირი ის ქონდა და მამა ეს სკოლა იყო. მე გადავიდა იაკობ ნიკოლაძე თბილისში და ქუთაისში ფაქტიურად გამოდის რომ დარჩა რაღაცა დროით მეტი ადრე დაიწყო ქუთაისში მრგვალი ქანდაკების კეთება ვიდრე თბილისში. და საკმაოდ ძლიერი სკოლა ჩამოყალიბდა. ფაქტიურად იმ სკოლის რაღაცა ანასხლეტი ვარ მე და ვაკეთებ, ვაგრძელებ ამ საქმეს. აქ ეს ჩემ ნამუშევრებს თუ დააკვირდებით, კლასიკური რაღაცა აკადემიური ნამუშევრებია. ძირითადად იმ სკოლის გამგრძელებელი ვარ, ასე გამოდის. სადაც გავჩნდი, დავიბადე და გამოვედი უკვე ეზოშიც რო გამოვდიოდი, ყველა მხატვარი და მოქანდაკე ხდებოდა, ყველა მეზობელი და ფაქტიურად ჩართული ვიყავი. ყველა გამოფენაზე დავდიოდი, ყველანაირი ლიტერატურა გვქონდა, სახელოსნო იყო, ყველანაირი პირობა მქონდა მე პირადად საამისოდ. აკადემიაში ჩავაბარე, სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე და დავამთავრე ქანდაკების ფაკულტეტი, ჩამოვედი ქუთაისში და ვღებულობდი მონაწილეობას ყველა გამოფენაში თითქმის. მე უკვე დაიწყო შემოქმედებითი ასპარეზი. ჩემი პედაგოგის ანუ რეზო რამიშვილის ქანდაკება დავდგით უნივერსიტეტის ეზოში, აკაკი წერეთელის უნივერსიტეტში. მე ამის მერე იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი დაიდგა თეატრთან. ძალიან საინტერესო ქანდაკება იყო. ამის მერე ექვთიმე თაყაიშვილი დავდგი პირველ სკოლასთან. მერე ოპერის ქანდაკებები დავდგი, ზემოთ რო დგას. მერე გიმნაზიელი გოგონა დავდგი, მერე მიყვი ასე ქრონოლოგიურად. შემოქმედებითი არის აი იმ კინოში რო არის სევერნაესიანი რო უნდა რომ გააკეთოს. და არცალია იმ შემოქმედებისთვის და დარჩა ეს ქვა გამოუთვლელი. აი მასზე დღეში ვარ ჩვენს ფაქტურად ვერ იცლის მოქანდაკე ამ ვალიკო მიზანდარის ცხოვრებაზე არის გადაღებული რეზო გაბრიაძემ გადაიღო ვალიკო მიზანდარის ფაქტურად ცხოვრებაა ის კინო რა და ამ შემოქმედებისთვის ცოტა დრო რჩება ადამიანს რა აი წარმოიდგინეთ 6 თვე თუ უნდა ზერწვას იმ ქვაში გამოთვლას კიდე 1 წელი უნდა და შენ შემოქმედებაში არავინ არაფერს არ გიხდის ფაქტიურად და უნდა გეცალოს ამისთვის და უნდა გქონდეს ამის თავისუფალი დროც და როცა შეკვეთები არის ვეღარ ფიქრობ იმ შემოქმედებაზე ნაკლებად. თუმცა ესეც შემოქმედებაა ჩვეულებრივად, მაგრამ ის სრული თავისუფლება როცა გაქვს შენი გინდა გააკეთო სხვა არ. და სახალისოც არის, მაგრამ ალბათ მოვძებნი მაგ დროს იმ გმირიდან განსხვავები და იქნება რამე გამომივიდეს ნახოთ რა იქნება. რაც შეეხება მუზას, უფრო პოეტების საქმე არის. რამსილძე მუზა უნდა ქონდეს, ქვას რომ მიადგები თელი წელიწადი რომ უკაკუნებ და არ გაგიჩერდება მუზა, გაფრთხდება მანამ. აქ გამოცდილებაა უფრო და რაღაცა როცა იწყებ რაღაცაზე ფიქრს, შეიძლება რაღაცა უცებ მოგივიდეს გონებაში.
რაღაცა კომპოზიცია და მე იმ კომპოზიციას ხვეწავ. რაღაცა ემოციას, რაღაცა მდგომარეობა, რაღაცა ემოციას იწვევს და ამ ემოციას მე ხორცს ასხავ. ის მუზა ალბათ ის პირველი რაღაცა მომენტი არის რა, გაანათებს და მე უკვე იმას ამუშავებ გონებაში. ხვეწავ და რაღაცა გამოდის ბოლოში. ბატონო ბრო, თქვენ ესე იგი ძეგლი გდებათ არა? ხვა ხო მოგწონს. შესანიშნავია. როგორი გდებათ? ხმლით, ფარით, თუ კისერზე წურბლებით, ა? ნუ, მითხარით. ნუ გერიდებათ. ზუსტად იგივე მდგომარეობა ის გავს, ეს გავს, ახლა უფრო გავს. და მე ზოგჯერ ისეც არის, თუ ის გარდაცვლილი ადამიანის მომენტი არის, თუ წამოვიდათ ცრემლები, ესე იგი გავს. და მე მაჩერებენ ცრემლები რო წამო აღარ გააგზავნო, ეშინიათ არ გავაფუჭო და მე ესე ჩემი მასწავლებლის დაჩუქარი ხვა, მინდა ვაჩუქო ჩემს მოწაფეს. ზაური, ეს ხვა შენია. სხვათა შორის ახლა ბევრი მოსწავლე, ერთი მოსწავლე ყავს თეკლა, რომელსაც ჩააბარა აკადემიაში ჩემი მეგობრის შვილი არის, გოგო არის და უნდა ქანდაკება და დადიოდა ვასწავლიდი და ძალიან ისეთ ნიჭიერი გოგო აღმოჩნდა და ჩააბარა სწავლობს და გახარებული ჩამოდის მიყვება იქაურ ამბებს. ჩემი მეგობრები ასწავლიან იქაც და არ არის ბევრი. და სხვათა შორის ამ ბოლო დროს ეს ამ კომპიუტერული რაღაცების გამო, რა ვიცი, არ უნდათ, მაგრამ ეს ისეთი რაღაცაა, ისეთი ნიჭი არის, რომ არ მოასვენებს. არ მოასვენებს და ხო ჩვენ ბავშვობაში თამაში იყო, ასეთ ჩემი ოქრო ჩემთან მოვაო და ადრე იქნება თუ გვიან მოვა. და მე კიდე დავხვდები და ვინც იქნება ვასწავლი, იმიტომ რომ ძალიან კაი ტრადიცია არის ეს ქუთაისური ქანდაკების სკოლა, ძალიან დიდი ტრადიციაა. და გამიხარდება თუ მოვა ვინმე და მოუნდება ქანდაკების სწავლა. და დიდი სიამოვნებით ვასწავლე. ბევრი საკმაოდ ბევრი. რა ვიცი, ძალიან ბევრი მოქანდაკეა, მაგალითად შადრევანი რო არის, ცენტრალური შადრევანი. მაშინ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი და დავავალე ჩემ დივანს, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ვისაც ქონდა რამე გაკეთებული ქანდაკება და გამონაფენი, დამიძახე ყველას და 14 ადამიანი მოუყარეთ მაშინ თავი. და ყველას თითო ის მივეც ზოგმა თამადა გააკეთა ზოგმა რაღაცა ის ცხენები მე გავაკეთე ზემოთ რო არის. და ყველა მოქანდაკეები შეგვიძლია 14 იყო მაშინ. ახლა ვიცი რამდენია და 3 თვე ქონდა სულ ვადა. 3 თვეში უნდა ჩამოგვესხა, გამოგვეზერწა, ჩამოგვესხა, მოგვეოქროვებია, მოოქროვილები იყო ადრე ისინი. ახლა რესტავრაცია გაუკეთეს, რაღაცა კომპანია მოიგო და გადააცალეს ის. მაგრამ მე ისევე ჩვენი საწვალებელი შეიქმნა და გავაპრიალებ თავიდან და რა ვიცი ახლა კარგად. უნდა ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებია 3 თვეში. ერთი ადამიანი როგორ მოერეოდა. ამიტომ მივასია ყველა და 1 თვეში ყველაფერი იყო. თაბაშირის მოდელები და მე ნელ-ნელა მივიყევით და ჩამოსხმელები ჩამოვიყვანეთ თბილისიდან, აქაც გადავამზადეთ და გაკეთდა 3 თვეში გაკეთდა ის შადრევანი. ოპერის ფიგურები მე გავაკეთე მე თვითონ. გამოვძერწე, იქ დრო მეტი მქონდა. და იქ თუ დააკვირდებით ერთი და იგივე ფიგურები მეორდება აქეთაც და იქეთაც. ანუ რამდენიმე ფიგურაა და მე გავამრავლეთ. და ლომი ერთი გავაკეთეთ, 3 ლომი, ხო, ახლა 3 სხვადასხვა ლომს ყოველი გავაკეთებდი და ერთი გავაკეთეთ და გამრავლდა 3-ჯერ. ასეთი ისაა. ნახატთან შედარებით ქანდაკებას აქვს ძალიან კაი ის მომენტი აქვს, რომ ყალიბს რო გააკეთებ, შეიძლება 50 წელი ჩამოასხა იმ ყალიბში. ასე რომ ნახატს ერთს რო დახატავ, ხო სურათი ხო არა რომ დაბეჭდო და ხო და ეს ყალიბი თუ გაქვს ჩამოასხავ, ახალს გააკეთებ, კიდე ჩამოასხავ, კიდე და ასე რამდენსაც გინდა. გამრავლდა, ხო? ხო გიდათ კურიოზი. გავამრავლეთ ლომები. შეიცვალა ძალიან მომწონს რომ თეთრი ხიდი შეიცვალა და მანქანები აღარ დადის და ხალხი ფეხით დადის. ჩემ დროს მანდ ის იყო
სპორტის რაღაცა ხატული ტანვარჯიშის ის იყო კუთხეში და იქ დავდიოდი და მახსოვს ტროლეიბუსი დადიოდა მან შეიცვალა და ძალიან კაია და ძალიან მომწონს რომ ტროტუარები და ისინი კეთდება კარგი ხარისხით და ლამაზდება ქალაქი ეს მომწონს უბრალოდ ძალიან მაღალ კორპუსებს რო აკეთებენ ის არ მომწონს დანარჩენი ყველაფერი მომწონს და მიდის წინ და ლამაზდება ქალაქი და კარგია და სხვათა შორის ქალაქი ჩემთვის შენობები და ის არ არის მარტო ადამიანებია და მაგას მივხვდი აკადემია რომ დავამთავრე წასული ვიყავი საზღვარგარეთ და მე დავბრუნდი სულ მინდოდა ამ აკადემიაში რომ ისევე შევსულიყავი იმიტომ რომ პატარა ბიჭი ვიყავი ჩავაბარე და 6 წელი ვისწავლე მთელი ჩემი ფაქტიურად შეგნებული ცხოვრება იქ ჰქონდა და იქ მიხაროდა ყველაფერი იქ ხდებოდა არა რომ დავამთავრე და 2 წელი არ ვიყავი ნავყოფი რომ ჩამოვედი და დავბრუნდი შევედი აკადემიაში და რა თქმა უნდა ვიღავ იქნებოდა ახლა იქ ჩემი კურსელები არ იყო არც ჩემი ქვევით და არც იმათ ქვევით კიდე და დამხვდა ეს შენობა რაღაცნაირი სხვანაირი რაღაცა სევდა შემოვიდა რომ აღარავინ აღარ იყო ის მე რომ მაშინ მაგარი ბიჭი რო ვიყავი არავის არ ახსოვდა ეს და რაღაცა და მაშინ ვიფიქრე ასეთი რაღაცა რომ ქუთაისში რო დავბერდები და რო გამოვალ და ვერავის ვეღარ ვიცნობ საშინელება იქნება თქო იგი თეთრი ხიდიც იგივე იქნება თეთრი ქვებიც იგივე იქნება მაგრამ ხალხი რო აღარ იქნება ის ვისთან ერთადაც გიქეიფია, გიმღერია, იქ რაღაცა გიჩხუბია, მე შერიგებულ ხართ, მე რაღაცეები, თელი ისტორიები, მაგარი რო იყავი და რაღაცა და ეს ხალხი რო აღარ არის, მე ეს წინს ფაქტიურად ქუთაისი ხალხია, ადამიანები, ჩემი აზრით. და ძალიან მაგარი ქალაქია, ყველანაირად მე კი არა, ნებისმიერ შემოქმედს შეუძლია წავიდეს და სხვაგან სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, მაგრამ მე რაღაცნაირად არ მოვცივდი ამ ქალაქს, არ გავედი, გავდიოდი, არჩევოდი, დიდი ხანი ჩამოვდიოდი და მივხვდი რომ ჩემი ადგილი აქ იყო. და რო აღარ მოვეშვი ამ ქალაქს, არ გავდექი და მე შეკვეთაც მომცემ და მე გამიმართლა და ვაკეთებ და ახლა იმდენი ქანდაკებები მაქვს დაგმული სადღაც ავალ. ხო, აქ მიხარია გამოსვლა დავალ ეგეთ ჩემი ქანდაკება დგას იქეთ, აქეთ. ყველას თავისი ისტორია აქვს. კონკრეტულად მე მიყვარს ვასილ ამაშუკელის ქანდაკება. დავიჩემე რომ გინდა თუ არა იქ უნდა დავდგათ საიდანაც აკაკის უღებდა ხო იცის აკაკის მოგზაურობა რო იღებს იმ კინო საქართველოს წინ იყო ის სასტუმრო საიდანაც აკაკი გამოვიდა და ზუსტად იმ ადგილზე დავდგით სადაც იყო ეს ოპერატორი მართლა და თავისი ისტორიები აქ არ უნდათ იქ რომ დადგმულიყო მე ბევრი ვიცვალეთ და საბოლოო ჯამში დავდგით და ძალიან გამიხარდა და კიდე გიმნაზიელი გოგონა მომწონს შეიძლება რომელიღაცაზე თქვა რომ არ მომწონს გიმნაზიელი გოგონა ფაქტიურად შემოქმედებითია ის რამე კონკრეტული რაღაცა კონკრეტული ფოტოდან არ არის ვასილ ამაშუკელი ზუსტად მაგნაირი ფოტო არსებობს და იქიდან გავაკეთე ანუ სადაც მეტი თავისუფლება მქონდა ის ქანდაკებები უფრო მომწონს ასე გამოდის გარდა არა ღერით მე და ჩემი მეგობარი ედიშერ მიქაბერიძე მსახიობი არის და გიტარაზე უკრავს და ამის წინაც აქ ვიყავით და ჩვენ მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს ისე რა ვიცი რა გითხრათ ახლა მე კონკრეტული იმდენად რთული და შრომატევადი არის ეს საქმე ფაქტიურად აღარაფრის დრო აღარ გრჩება თევზაობა მიყვარს და ვყიდულობ ანკესებს თუ სადმე დავინახავ კაი ანკეს ყველაფერი მე უნდა ვიყიდო და მეჭყუბებიან სახში ბოლოს ვიყავი 3 წლის სათევზაოდ ვერ ვიცი ვერაფრის გავავსე სახში მაგდენი თევზი რო გეყიდაო 2 წელი ყველა თახები გადის ამ სიმღერაში ანკესებში არა ასე ისა რა ღიღინით მუშაობდა სხვათა შორის ერთი რაღაცას დავაკვირდი ეს ხო ისეთი საქმე არის ახლა ჯერ კარკასი უნდა გააკეთო რაღაც მავთულებით პერერკინის ისინი რო არ წაიქცეს ეს ამას ის ხო აქ რაღაცა კარკასი მე თიხა უნდა შეაყო და რაღაც მონოტონური სამუშაოა შემოქმედება იწყება იმის მერე რაღაცას რო დაამსგავსებ და
ყველა ღიღინებს ამ დროს რაღაცას მელოდიას ამ პერიოდში ხატვარი ხატავს და ეღიღინოს ნაკლებად და მოქანდაკე თითქმის ყველა ღიღინებს და ჩვენ აკადემიაში რო ჩავაბარე ვინც რა დონეზე ღიღინებდა და ამსგავსებდა მელოდიას რასაც იმ დონეზე ამსგავსებდა ქანდაკებასაც მე კი რა ხდება რა არის ანუ ზოგი ვერ ამსგავსებდა მელოდიას სიტყვებით თუ მიხდებოდი ალბათ ამას თუ ვღერის და აღმოვაჩინე ახლა ასეთი აღმოჩენა გავაკეთე რომ ესე იგი ტვინს ალბათ აქ რაღაცა გაგონილის რაღაცის დამახსოვრების რა დონეზე გადმოცემის უნარიცაა ხო იქ ჩანს მუსიკალურ ამბავში აქაც იგივეა რაღაცა ფორმა დაიმახსოვრე და უნდა გადმოცე და ალბათ რა დონეზედაც მელოდიას იმეორებს ადამიანი იმ დონეზე იმეორებს ქანდაკებას მე თითქმის არც მინახია მოქანდაკე რომ მუსიკალური ის არ კონდეს რაც მეტია უკეთესი მხატვარია თითქმის ყველა ჩვენთან ახლა მხატვრები ვინც იყო ყველა ვღეროდა და ზოგი გიტარაზე უკრავდა ზოგი პიანინოზე ზოგი რა ვიცი დიდი მხატვრები და მოქანდაკეები წე მიქელანჯელო სკრიპკაზე უკრავდა აი რა დონეზე ახლოს ყოფილა ეს ხელოვნების სხვადასხვა დარგები ერთმანეთთან ვერ წარმოიგიოთ არა კაცო ნებისმიერი შეიძლება ვიღინებ და მერე მიხვდები უიმე საიდან ამოვარდა ახლა ეს სიმღერა ძირითადად კლასიკას ჩავთავ ხანდახან და უსმენ იმიტომ რომ ეს თანამედროვე სიმღერებში ერთ და იგივე მოტივი მეორდება და ცოტა მოსაწყენია კლასიკას ისა აქ არ მეორდება მიდის რაღაცნაირია და კაია ესეც კლასიკაა რეპზე ვერ გარეპავ ძეგლს ყველა დადიან აქ წერლები დადიან პოეტები დადიან მსახიობები ასმაცდენ ვეუნები რაღაცა დრო და ამ დროში არ მოხიდეთ ამის მერე მოდით ასე ერთობით კი საკმაოდ დიდი და აკუსტიკა არის გადასარევი აქ სხვათაშორის ხო იგზნობა ხო ღერი და ჩემ მეზობლებსაც უხარიათ მე რომ ღერით აქ ფანჯრებს ვაღებ და ვაგონებთ აი ვისაც აგავთ ხმა გადმოდით ასე ერთობით ეს მეზობლები ფაქტიურად აქ ეს ქანდაკების სახელოსნები ვაშენდა არავინ არ ცხოვრობდა და ნელ-ნელა გაივსო ეს უბანი სახლებით და ასე რომ ჩვენ დავხვდით აქ და ყველა თავიდანვე ვიცი ზოგი ჩვენ თვალწინ დაიბადა აი მაგალითად იპოლიტეს გვერდით რო პატარა ბიჭი ზის ხვედელი ძერუა რაღაცა რო უკავია ხელში ჩემი მეგობრის შვილი არის აგერ ლუკა და ლუკა ზახოდა ჩემი ძეგლი იხსნებაო ბაბუამისი მყავდა იმაზე ნატურად იპოლიტეს ნაცვლად და ეს ლუკა ედიდა გვერდში და ასე ძერწავდით ის ვისურვებ ყველა ქუთაისელს დაბრუნდეს თავის ქალაქში ვინც საზღვარგარეთ არის იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ დიდი ქალაქი და არ ვყავს ჩვენ დასაკარგული ქუთაისელები და ახალგაზრდა თაობას უსურვებდი რომ კონდეთ კონკრეტული მიზანი არ მოეშვან ამ მიზანს და აუცილებლად გამოვუვათ აუცილებლად გააკეთებენ დანარჩენი ყველაფერი თელ ჩვენ ქვეყანას უსურვებ რომ ყოფილიყოს ეს ახალი წელი ლამაზი ხვავის ბარაქის და ყველაფერი სიკეთის მომტანი და ჩემი თავისთვის რა ვიცი მეც მაგენთან ერთად ვიქნები გახარებული